ანუ რას ვეძახით ჩვენ კოლიკას და მართვა როგორი არის სახლის პირობებში ამ მდგომარეობის. კონკრეტული მექანიზმი სხვადასხვა არის და ამიტომ რაღაც ერთს ვერ მივაწერთ. შეიძლება ზოგ ბავშვთან იყოს გადამატებული გაზები, ზოგთან შეიძლება იყოს თვითონ კუნთოვანი სისტემის სპაზმი, რომელიც ნაწლავს გააჩნია გლუკუნთოვანი კუნთების სპაზმი, ამიტომ არის რომ კონკრეტულად ერთი წამალი არ მოქმედებს ხოლმე და არ აქვს ესე 100%-იანი შედეგი. სამ რაღაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. 3 საათზე მეტი უნდა იყოს დღეში ტირილი. 3 დღე უნდა იყოს მინიმუმ კვირაში და მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს. ამ პრინციპს თუ ეთანხმება, ვესელის 3 წესი ქვია და შესაბამისად ამას თუ დააკმაყოფილებს, როგორც წესი ვთვლით, რომ ეს არის კოლიკა, ხო? და როგორც წესი ამ დროს მართვის მეთოდებიდან წამლები ძალიან ბევრი არის, მცენარეული, კამის შემცველი, სიმეტიკონის შემცველი და ასე შემდეგ, რომელიც იყიდება ანტიკოლიკურ საშუალებებად, მაგრამ ძირითადად ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის მექანიკური დახმარება. მექანიკურ დახმარებაში რას გულისხმობ? პირველ რიგში ბოთლი უნდა იყოს ისეთი, რომ ჰაერი ნაკლებად გაატაროს, იმიტომ რომ თუ ბოთლი დაჭამს ბავშვი, რაც უფრო მეტი ჰაერი გადაცდება, ასე ვთქვათ, და რაღაც ნაწილ ჰაერს მაინც წაიღებს ბავშვი, იმიტომ რომ აბსოლუტური ვაკუუმი, რა თქმა უნდა, არც ზუძუზე და არც ბოთლზე არ აქვს ბავშვს. ასევე უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვერტიკალურ პოზიციაში შეგვიძლია დავიჭიროთ ბავშვი კვების შემდგომ, რომ ამას არ მოყვეს გარკვეული პრობლემები და თვითონ კოლიკის დროს საკმაოდ ეფექტური არის წყალში ჩასმა, თბილ წყალში ჩასმა, ბავშვის გართობა, ხელში აყვანა, მუხლების მოხრა და ნაზი მასაჟი, ასე ვთქვათ, და მუცლის გათბობა თვითონ ან უშუალოდ მუცლის დამასაჟება, ხო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, უბრალოდ ძალიან ეფექტური არის და წამლები მე ესეთ რჩევას ვაძლევ ხოლმე მშობლებს, რომ წამალი თუ იხმარებთ და არ შველის, ის წამალი შეგვიძლია აღარ მიცეთ და უკვე აი მექანიკური მეთოდებით ვეცადოთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ. თუ ვერ დავეხმარეთ ამ მეთოდებითაც, ძირითადი 100%-იანი მკურნალობა სამწუხაროდ ამისი არის დრო. აჰა, გასაგებია. და როგორც წესი 3-6 თვის შუალედში აბსოლუტურ უმეტესობა პაციენტებთან, ზოგთან რა თქმა უნდა შეიძლება უფრო მალეც მოხდეს. გაივლის სპონტანურად. კი, თავისით გაივლის ხოლმე.